მარიკა შალიკაშვილი საუბრობდა მოამბის პირდაპირ ეთერში. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კიდევ ერთი საინტერესო კოლექცია. 1894 წელს რუსი გენერლის არკადი ვოკოვის მიერ საქართველოში გადაღებული ფოტოალბომი ცენტრს საზღვარგარეთ მცხოვრებმა ქართველმა ბადრი მელაძემ გადასცა. ფოტოალბომი გამორჩეულია სხვადასხვა ეთნოგრაფიული ტიპის ფოტოებით, თბილისის იშვიათი და საინტერესო ხედებით. ნამუშევრებზე აღბეჭდილია ბოტანიკური ბაღი, მტკვრის სანაპირო აღმაშენებლის გამზირი და ქალაქის გარეუბნები. უცნობი ფოტოების ქრონიკა ნახეთ ვიკა ბუკიას სიუჟეტში. ყდაზე გაკეთებული წარწერა მეტყველებს, რომ ალბომი 1894 წლის საქართველოს ასახავს. რუსი გენერალი არკადი ნიკოლაევიჩ ვოლკოვი ფოტოს ავტორია თუ ფოტოების დამკვეთი მკვლევარებისთვის უცნობია, თუმცა ის, რომ აქამდე უცნობი ფოტოები თბილისის ნაცნობ ხედებს ასახავს, ერთი დათვალიერებითაც ჩანს. საერთოდ ჩვენი ინტერესი არის ნებისმიერი ქართული მასალა, იქნება ეს ხელნაწერი ისტორიული დოკუმენტის არქივო მასალა, მიუხედავად იმისა, სად არის დაცული, რომელ სიზველესაც რომელ ქვეყანაში. განსაკუთრებით დიდი ინტერესით ვადევნებთ თვალყურს უცხოეთში არსებულ ქართულ მასალებს, ვინაიდან ქართული მეცნიერებისთვის, საქართველოსთვის არის ხშირ შემთხვევაში ხელმიუწვდომელი ეს მასალა. ვოლკოვის ტიფლისი სხვა თბილისისგან განსხვავებული რაკურსებით გამოირჩევა. თბილისური ხედებით გათამამებული ფოტოგრაფებისგან განსხვავებით, მოყვარულმა ფოტოგრაფმა თბილისის გარეუბნები, სამხედრო ყაზარმა და ის კოშკიც კი აღბეჭდა, სადაც ჯერ კიდევ ახალგაზრდა იოსებ ჯუღაშვილი მუშაობდა. ეს არის უფრო მოყვარულის კამერით გადაღებული, ესე ვთქვათ, აი მცირე შუშის ნეგატივებით არის და მაგრამ სამაგიეროდ ისეთი ხარისხია, რომ მაღალი სკანერების შემთხვევაში ჩვენ გვექნება საშუალება, რომ კარგად დავათვალიეროთ ესა თუ ის შენობა, თუ ქუჩა, თუ სხვადასხვა ეთნოგრაფიული ტიპაჟი. უნიკალური ფოტოალბომი თბილისში იღბლიანი შემთხვევით მოხდა. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისთვის სრულიად შემთხვევით გახდა ცნობილი, რომ ალბომი თბილისური ხედებით ინტერნეტ გვერდზე იყიდებოდა. ცენტრის საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველს ბადრი მელაძეს დაუკავშირდა. ამ უკანასკნელმა ალბომი საკუთარი სახსრებით შეიძინა და ცენტრს საჩუქრად გადასცა. ეს შემოწირულობები, კერძოდ ეს შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე კარგი მაგალითია და სტიმულია ყველა ადამიანისთვის, ვისაც რამე სიძველე გააჩნია, რათა შემოვიდეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ყოფითი ისტორიების და მიყრუებული გარეუბნების გამო ფოტოალბომი პირობით სახელწოდებასაც აიტანს. ეს სულ სხვა თბილისია, ქალაქი, რომლის ფოტო